გამარჯობა, მე ვარ რუსო და დღეს მე გასწავლით სატაცურის წვნიანის მომზადებას, რომელიც მარტივი არის, თან ვიტამინებით სავსე და მგონია რომ ძალიან უხდება შემოდგომას. ამისთვის დაგჭირდება სატაცური, რა თქმა უნდა, რომელიც უკვე გავათავისუფლე უხეში ნაწილისგან, ხახვი, ნიეხურის ღერო, კარაქი და ბულიონი. მაგრამ მანამდე გადავწყვიტე რომ სატაცური გამოვაცხოთ, იმიტომ რომ უფრო სხვანაირ არომატს მიიღებს, მოკლედ და მერე დავაბლენდეროთ უკვე დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად. გამოვიყენებთ მეჰტაბის ქვაბს, რომელიც ძალიან კომფორტულია, კარგი ზომის არის, თავსახური აქვს ფანტასტიკური, იმიტომ რომ მიყვარს რომ სულ შუშის არის. ასევე გამოვიყენებთ ბრეკენბოკის ფოლგას, რომელსაც დავაფრენ საცხობ ლანგარზე და ისე გამოვაცხობ სატაცურს. დავიწყოთ. დავაფრინოთ საცხობ ლანგარზე. ფოლგა. სატაცური, შეგვიძლია რომ კიდე გადავტეხოთ, რომ მალე გამოწყვეს უმალში და რა თქმა უნდა შევასუნელოთ. გულისხმობ მარილს და შავ წიწაკას და დაახლოებით 15 წუთის მანძილზე მაღალ ტემპერატურაზე გამოვაცხოთ უმალში. ვაყრით მარილს ასევე შავ წიწაკას და რა თქმა უნდა ზეითუნის ზეთს. სანამ სატაცური გამოწყვება უმელში, მანამდე დავჭრათ ხახვი და ნიახურის ღერო. გავახუროთ ქვაბი, აუცილებლად ზეთი, ზეითუნის და კარაქი. რა თქმა უნდა, ზეთს ვიყენებთ მხოლოდ იმიტომ, რომ კარაქი არ დაიწვას. შემდეგ ვუმატებთ დაჭრილ ხახვს. გამომწვარი სატაცური გადავიტანოთ უკვე ხახვში და უკვე ბოლოს დავამატოთ ბულიონი. ამ შემთხვევაში ქათმის ბულიონია და შეგიძლიათ იყოს უბრალოდ ბოსტნეულის ბულიონი და დაველოდოთ, ცოტა ხანი დავახუროთ თავსახური. და შემდეგ უკვე დავაბლენდეროთ. ცალკე გასაფორმებლად და თან ცინცხალი გემოსთვის ანათალი გავაკეთე სატაცურის, რომელსაც დავუმატებ ცოტა ლიმნის ცედრას და ცოტა ზეითუნის ზეთს. სატაცური რო კარგად დარბილდება ბოლომდე, უკვე შეგვიძლია რომ დავაბლენდეროთ და გავხადოთ ერთიანი კრემისებური მასა. მზად არის უკვე სატაცურის კრემსუპი, შეგვიძლია უკვე დავასერვიროთ ნავას ფირმის ულამაზეს შავ თეფში, რომელიც მგონია რომ ფერითაც ძალიან მოუხდება. ბოლოს მოვაყაროთ შავი სეზამის მარცვლები. ცოტა დაღესილი წიწაკა. სატაცურის წვნიანი მზად არის. მომავალ რეცეპტამდე.